მოგესალმებით კრიზისის მეწყვილეებო. მე თქვენი ფსიქოლოგი ვარ, დოქტორი ფასპი. გრეგ, ამაზე უკვე ვილაპარაკეთ. მარლონი თავს არა კომფორტულად გრძნობს. დიახ. ფრანსის, კლარკი შეიძლება თაგვია, მაგრამ პირველ რიგში შენი მეწყვილეა. დღეს ორი ახალი მეწყვილე ყავს. შეგიძლიათ მოგიყვეთ ერთმანეთი როგორ გაიცანით და როგორ შეეწყვეთ. კარგი, ერთი კვირა რაც მეწყვილეები ვართ. ერთი კვირის თავს გილოცა და შვენივრად შევეწყვეთ. ძალიან კარგად. და თან ქალაქი გადავარჩინეთ, ასე რომ გონია არ უნდა ვიყოთ და რაღაც შეცდომა მოხდა. შეხედეთ პირველი ელაპარაკ და მეწყვილეს ხმა არ ამოაღებინეთ და დისკომფორტის გადასაფარად ფეხი უკანკალებს. ყურადღება მიაქციეთ, რომ მისი დისკომფორტის წყარო ის გულგრილობა, რომელსაც ემოციურად ცარიელი მეწყვილე ასხივებს. მაგრამ პირველ რიგში მეწყვილეებს მივესალმოთ. კარგი, სამწუხაროდ კერენმა გადაწყვიტა, რომ ჯოელის ღიმილი აგრესიის ნიშანი იყო. ჯოელს ხელი გაუშვი, კერენ, ვინმე სასწავი მიუშვირე. ბაჭია, მელა! ეს ძალიან მნიშვნელოვანი მისია. თუ არ გამოგივათ, ერთმანეთს დაგაშორებთ. საუკუნეა ზოოტოპიაში არც ერთი გველი არ შემოსულა. ჰოპსი და ვაილდი? ვაილდი და ჰოპსი. საოცნებო გუნდი. ბოდიში პოლ. დაბრუნდით ზოოტოპიაში. და ნახეთ ფილმი. აკოცეთ ჩემს ბეჭედს. რომელიც შექმნის ისტორიას. აიმე კვალი! კანონის სახელით გაჩერდი. ურადან უკაჭა, ბაჭიას ხორი არასდროს მოკაჭა. ოჯახი უნდა ვიპოვო. ზოოტოპია 2. იცი რა, ამაზე ცუდი იდეებიც მოგვსვლია. თითქმის კომპლიმენტი იყო. ამაზე ცუდი ისაა, რაც ყურებს უქენი.